მოგესალმებით ჩემ ძირფასებო და ჩემ კარგებო, ჩემ მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ჩვენ ასეთი გაშლა. ორივენი დუმხართ, ჯუმად ხართ, შეიძლება მოხდა რაღაც პაუზა, შეიძლება დაშორდეთ, ნუ ყოველ შემთხვევაში ერთმანეთს არ ელაპარაკებით და ვნახოთ ახლა მაგ თემაზე ყველაფერი განვიხილოთ. და მერე უკვე ვნახოთ, შედეგი ხო, ამ დუმინის. ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ, მან არას გამოვიყენებ. მან არა ყველაფერს გვეტყვის, ახლა თქვენ რა ენერგიებში ხართ ორივენი. და ვნახოთ ახლა ჩვენ საერთოდ რას. იცით რას ვიზავ? მიზეზს ავიღებ, თქვენი დუმილის მიზეზი. მიზეზი, თქვენი დუმილის მიზეზი. აი ასე ავიღოთ. Так, და აი იყოს ბარემ მაშინ ესე იგი თქვენ აქ რა გინდათ, როგორ განვითარდეს ურთიერთობა და თქვენი პარტნიორის. და მე ავიღებ ასე. რით დამთავრდება ეს თქვენი დუმილი, ხო? ასე. Всё. ანუ ესე იგი თქვენი ენერგიები ახლა ვნახოთ ჯერ პირველ რიგში გოგოს ენერგია. ნუ თქვენ როგორ ხართ, იცით, პრინციპში აქ ეგრევე მაჩვენებენ, რომ ურთიერთობა შეიძლება მანძილზე გაქვს, შეიძლება საერთოდ ახლა უბრალოდ გაინტერესებთ კი ბატონო ამ ადამიანის თქვენი მამაკაცის სიტუაცია, შეიძლება ინტერნეტში სადღაც უყურებთ მაგის თქვა დებს, არ დებს რამეს თქვა ან აქ არის ესეთი მომენტი, რომ თქვენ ახლა ამ შემთხვევაში რა ხდება, შეიძლება даже ბევრი პაკლონიკები წყავდეს, ბევრი ვიღაცები ყურადღებას გაქცევენ, მაგრამ თქვენ ისინი არ გაინტერესებთ, თქვენ გაინტერესებთ თქვენი პარტნიორი, ანუ როგორც ფანტომი, შეიძლება ეს ადამიანი უბრალოდ დააგდებს თქვენ ისე რომ რა ვიცი მე, აი გინდათ არ გინდათ, მაინც მაგაზე აი სულ თქვა შეიძლება ფიქრებში მოდის ეს ადამიანი თქვენთან, შეიძლება უცბად ამოგითივტივდება. ნუ ხა შეიძლება ღამის საათებში დაუშვათ გახსენდება, ან შეიძლება даже გესიზმრებათ ეს ადამიანი რა. ეგეც არ არის გამორიცხული. მაგრამ ამავე დროულად როგორ ხართ, იცით თქვენ? ხართ პრინციპში მაგაზე რას ფიქრობთ ახლა? ფიქრებში ხართ შეიძლება რაღაცა მომენტები, იცით როგორ, აი რო გითხრათ, რომ თქვენ ახლა ფიქრის დროს ძალიან ნერვიულობთ, ან ძალიან გშპოტავთ, ან რაღაცა ისეთი არა. უბრალოდ თქვენ ახლა даже გრძნობა, მაგრამ აი აქ როგორი სიტუაცია მოდის, იცით, ძალიან ცოტა ამ პერიოდში შეიძლება უყურებთ თქვენ მის საქციელს, რას იზავს, ხო? შეიძლება, ანუ იმიტომ რომ თითქოს აი აქ არა გაქვს ის შეგრძნება, რომ თქვენ დაუშვათ დაშორდეთ, იმიტომ რომ თქვენ ყველა ვარიანტში მენტალურად რაღაცნაირად ამ ადამიანთან გაქვთ კავშირი, შეიძლება даже არ გაგიკვირდებათ, მაგრამ აი თქვათ ელაპარაკებით ადამიანს, ხო? ან ღამე შეიძლება გეღვიძებათ და ფიქრობთ, რომ აი რაღაცნაირად აი თითქოს ეს არის ეგეთი უბრალო ენით რო აგიხსნათ, ესეთი მენტალური კავშირი, როცა შენ თითქოს გრძნობ, შეიძლება даже აი დადიხარ თქვა ან სახში და გონიათ რომ ესეც სადაც აქ არის, თქვა ან სადღაც თქვენ სივრცეში არის ეს ადამიანი, მაგრამ ამავე დროს უკვე თქვენ ხართ როგორ იცით, აი გამოდიხარ თითქოს აი პერიოდიდან, როცა ძალიან დიდი თქვათ განცდა გქონდათ. შეიძლება ზოგი ეჭვიანობს აქ თქვა დაუშვათ, რომ აი თუმცა სამკუთხედი თუ არის დაუშვათ, შეიძლება მაგაზეც ეჭვიანობ თქვენ, რომ აი ხო არაფერი თქვა, ხო არავინ არ ყავს, აი ეგეთი რაღაც, ან თუ გაიგეთ მით უმეტეს დაუშვათ, შეიძლება რამის სურათები ნახეთ თქვა და ეჭვიანობთ მაგაზე, რომ აი ვიღაცასთან არის, ხო? მაგრამ აი გრძნობაზე ხო გეუბნებით უკვე თითქოს როგორ ხართ, იცით? აი იმის მიუხედავად, რომ არის აქ გრძნობა, მაგრამ თქვენ მაგას პირველ რიგში ამ ადამიანს არ აჩვენებთ, თქვენ ხართ დაკავებული თქვენ საქმეებით, იმიტომ რომ აქ მართლა არ არის არანაირი
თქვა თქვენ შორის ეხლა არც მიმოწერები, არც არაფერი. აქ მართლა არის ძალიან ისეთი სტაგნაცია რა შემიძლია იგით რა, მაგრამ თქვენ თქვენი საქმით ხარ დაკავებული, ის თავის საქმით არის დაკავებული და აქ შემიძლია იგით რა ინფორმაციას მაინც რო გითხრათ ადამიანს თქვენ არა გაქვთ, ხო? და უცნაურად გეჩვენებათ მისი საქციელი, მაგრამ თითქოს თუნდაც აი როგორ არის იცით შეიძლება თქვენ წასვლა გინდათ უკვე დასრულება გინდათ მაგრამ თითქოს გრძნობთ რომ ეს ადამიანი გაჩერებს არ გიშვებს რა აი და აი ეს რაღაც უხილავი რაღაც მომენტები ხდება ნუ ურთიერთობაში თქვენ რა გინდათ ნუ თქვენ გინდათ როგორი იცით რომ რა თქმა უნდა იყოთ ნომერ 1 თუ დაუშვოთ ახლა ეს არის სამკუთხედი აქ კიდე მაჩვენებენ რაღაცა სხვაობას და იმ სხვაობის მიუხედავად მაინც რაღაცა არის სტაბილური თქვენთვის, ანუ თქვენ ამას არ აქცევთ ყურადღებას რა ამ სხვაობას, მაგრამ თქვენ როგორ გინდათ უკვე პრინციპში ან მე ვიქნები პირველი, ან არ მივიქნები არანაირად, ნუ არ გინდათ თქვენ აქ ნამდვილად ახლა მეორე როლის თამაში, ან მეორე ხარისხოვანი ხო, როგორ არის თქვა, ვიყო, თუ დაუშვოთ სოლი ყავს, მაინც თქვენ არ გინდათ რომ იყო თქვა სადღაც იქით რა. ნუ თქვენ გინდათ რომ იყოს ყველანაირად მნიშვნელოვანი იყოთ მისთვის რა. და ეს თქვენი უკვე სიტუაციაც გინდათ რომ გაერკვას თუ დაუშვათ უკვე წერტილი დასმულია ანუ აქ იცით რა იკითხება რომ თითქოს და არ არის დამთავრებული წერტილი არ არის დასმული და ამიტომ არ იცით თქვენ დამთავრდა ეგ სიტუაცია თუ დაუშვათ კიდე ნუ აი ბეწვზე კიდეა სიტუაცია ესე რომ თქვა გოგოს მხრიდან უკვე თქვენ უბრალოდ გჭირდებათ ერთი რაღაცა რომ გაერკვათ რომ ჩვენ ერთად ვართ თუ არა ვართ ერთად რომ აი ეს ბოლომდე ჯერ ეს ამაზე ვერ არა გაქვთ თქვენ პასუხი ნუ ვნახოთ ახლა ბიჭი როგორ არის ბიჭი ჩუმჩუმად გითვალთვალებს რა თქმა უნდა თქვენ ხართ მაგისთვის ძალიან მშვენიერი კარგი თქვენ ხართ მაგისთვის რაღაცა ძალიან აი როგორ იცით და შეიძლება თქვათ რომ თვითონ ფიქრობდეს რომ მე არა ვარ მისი ღირსი თქვათ ხო მე არა ვარ ანუ მისი შესაფერისი ეს იმდენად კარგია ეს იმდენად ანუ აქ შეიძლება ადამიანი თუ დაუშვათ საჯარო გაშლა გვაქვს ხო ნუ რაღაცას თქვათ ნუ შეიძლება სვამს შეიძლება იკეთებს შეიძლება რაღაცა ისეთი შავი ცხოვრობს ან შეიძლება ფიქრობს რომ უბრალოდ სხვანაირი ვარ ანუ რაღაცნაირად აი ვერა ის უფრო მაგარი გოგო არის რა და მე ვერ თითქოს ვერ ვჯდები მაგის ცხოვრებაში მაგრამ აქ უდიდესი განცდა არის დანაკარგი არის დანაკლისი არის და ძალიან გულის ტკენა აქვს ადამიანს რომ აი თითქოს ნუ ფიქრებში ძალიან აი როგორ არის იცით როცა ადამიანს თქვათ ახლა უყვარ ხარ თქვენ ხო უნდა თქვენთან ყოფნა მაგრამ ფიქრობს რომ მე არ ვეწევი რა მე ვერა ანუ თითქოს შეიძლება მე რო ვარ მის ცხოვრებაში მე მაგას ამ ცხოვრებას არ ვულამაზებ ამავე დროს უნდა ძალიან ურთიერთობის აღდგენა, იმიტომ რომ ძალიან დაიღალა, ხო გეუბნეთ თუ დაუშვათ მაგას, ან იყო თქვათ, ნუ ვინმესთან, ან თქვათ მოსინჯა ვინმესთან, თქვათ ყოფნა, ან შეიძლება თქვათ, ნუ ეს პერიოდი სვამდა არ გამიკვირდება, ან ცდილობდა რომ რამენაირად თქვათ, ხა ნუ სამი გართობაში გადასულიყო, ეს ამისგანაც უკვე დაიღალა, იმიტომ რომ რასაც არ უნდა გააკეთებდეს, ანუ მაინც აკეთებდეს, მაინც აქ არის როგორი სიტუაცია, თითქოს არ მიშვებს რაღაცა, აი არ მიშვებს და ამას უნდა რომ თქვენ მაგას აი რაღაცნაირად რამე ბიძგი მაინც მისცეთ რომ აჩვენოთ რომ ის არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და მე თუ მოვალ შენთან დავუშვათ რომ შენ მე არ მკრა ხელი, იმიტომ რომ აქ ადამიანისთვის თქვენ ხართ ქალი, ნუ ძალიან მნიშვნელოვანი ქალი, რომელიც ეს ადამიანი ეთაყვანება. ნამდვილად აქ უბრალოდ გეუბნებით, შეიძლება აქ ეს შეგრძნება, რომ მე რა შევჭირდები მაგას ისეთი როგორიც მე ვარ. და ამიტომ ახლა ეს ადამიანი როგორ არის, იცით, აქ ცოტა манипуляციები არის და იმიტომ რომ მაგას
ძალიან დიდი მიჯაჭვულება კი აქვს, მაგრამ როგორ არის, იცით, აი აქ კიდევაც გეუბნებით, რომ აქ ესეთი სიტუაცია, რომ ფიქრო ეს აი ზუსტად ეს კომპლექსი რა, მე მასეთ ქალს მე ვჭირდები თუ არა. ეს ისეთია, რომ შეიძლება თქვათ, ნუ ბევრ ვინმეს მოსწონდეს, მაგრამ ადამიანს უყვარხარ, აქვს სიყვარულიც აქვს და ძალიან არის მიჯაჭვული თქვენზე, კი ბატონო. ნუ ვნახოთ რამ გამოიწვია ეს თქვენი სიტუაცია, რამ გამოიწვია ეგ თქვენი სიტუაცია. აქ გაუგებრობა შეიძლება იყოს წარსულში, შეიძლება თქვენ ელოდებოდეთ შეხვედრას ადამიანი არ მოვიდა, შეიძლება კონტაქტზე არ გამოდიოდა, შეიძლება რაღაცა ან არის ზოგჯერ ისეთი სიტუაციები, რომელიც თქვათ ახლა ნუ ხდება თქვათ, ნუ აი აქ მოხდა წარსულში რაღაცა გაუგებარი დასმა წერტილის. მაგრამ ეს იმიტომ რომ ხო გეუბნებით, აი თითქოს არ იყო მიცემული, შეიძლება ელოდებოდეთ თქვენ ადამიანს დაუშვათ, ხო? მაგრამ ეს ადამიანი თქვათ, ან არ გამოჩნდა დროზე თქვათ, ხო? ან არ ჩამოვიდა, როცა თქვათ შეგპირდათ, ან დაუშვათ, ნუ აქ როგორი მომენტი, აქ იმიტომ არის გაუგებრობა, რომ მოხდა ისეთი დაშორება, როცა თითქოს დავშორდეთ, მაგრამ არ დავშორდეთ, ანუ რის გამო ვერ გავიგე, გაიგეთ, იმიტომ რომ მთვარე და აი თითქოს თქვენ, ნუ რაღაც მნიშვნელოვანი პერიოდია, იმიტომ რომ აქ ეს ისე რომ თქვა, ცოტა ღრმად რო შევედ, ეს ასე უნდა ყოფილიყო რაღაცისთვის, ნუ უფრო შეიძლება იმისთვის, რომ თქვა აქ რაღაც პერიოდი უნდა გაგევლოთ, ნუ ალბათ აი ეს პერიოდი. ნუ მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ რითი დამთავრდება ეს თქვენი დუმილი, ხო? რითი დამთავრდება ეს თქვენი დუმილი. რითი დამთავრდება? ნუ პირველ რიგში იცით როგორი სიტუაცია შეიძლება იყოს, თქვენ აი აქ გოგო არის მთავარი. შეიძლება თქვენი რამე ქმედებით, შეიძლება თქვენ გადაარჩენთ ამ ურთიერთობას. იმიტომ რომ აქ არის ისეთი ნუ თქვენ იცით როგორ არის, მოიცადე ეს კარგად გავიგო ერთი, აი აქ მაინც რას გულისხმობთ. так, მოიცა აქ გოგო რამეს მოქმედებს თუ? არა აქ ჩაერთობა, აბა ვინმე მოქმედებს, ეს გავიგე, მაგრამ რა, ვინმე მოქმედებს, გოგო თუ? ვინმე მოქმედებს, გოგო თუ ბიჭი? ამ შემთხვევაში. გოგო თუ ბიჭი? ბიჭი. იმიტომ რომ აქ თქვენ არა, თქვენ არ იზავთ არაფერს. უბრალოდ თქვენ გამოდი. აჰა, გასაგებია, ნახეთ რა ხდება, გეტყვით, ეხლა ესე გავიგე. აქ რა არის მნიშვნელოვანი, ნახეთ, გოგო უნდა გამოვიდეს, უნდა მოიკრიფოს ძალა და უნდა გამოვიდეს თვითონ აი ამ სიტუაციიდან, ანუ ნერვიულობიდან, შეიძლება თქვათ იმაზე აი დავკარგე, ანუ ფიქრებიდან, გაიგეთ, ფიქრებიდან, რომელიც კლავენ ამ ყველაფერს რა. იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ენერგეტიკა აქვს, თქვენ უნდა აი როგორ ისიც მიიღოთ ეს ტრანსფორმაცია, სრულიად უნდა შეცვალოთ მიდგომა. გაიგეთ რა ხდება? ანუ ყველა საერთოდ არაფერი არანაირი ქმედება, არაფერი არ უნდა მოხდეს აქ თქვენგან. უბრალოდ თქვენი ამოცანა ის არის, რომ არ იფიქროთ ცუდი, არ იფიქროთ თქვათ იმაზე, რომ აი მენატრება და ვკვდები, ან თქვათ დანაკლისს ვგრძნობ, ან რაღაცა, ნუ თქვენ უნდა ჩაართოთ აქ თქვენი გონება, მithumet ეს ახლა თუ დაუშვოთ თქვენ აი აქ რასაც მაჩვენებენ, რომ ცოტა შეიძლება სხვაობა იყოს და თქვენ თუ უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ საერთო ცხოვრებაში, ხო? აი შეიძლება უკვე გქონდათ ეგეთი სიტუაციებიც კიდე, ხო? აი თქვენ ეს უნდა დაასრულოთ ნერვიულობა, ხო? იმიტომ მეუბნებიან, რომ აქ უნდა იფიქრო უბრალოდ, ნახეთ რა ხდება. არანაირი თქვათ ახლა ცუდი იმ შემთხვევაში, ნახეთ, თუ თქვენ გინდათ, რომ ეს სიტუაცია გაგრძელდეს, იმიტომ რომ მე აქ რას ვერ ხედავ, იცით, აქ გოგო კი არის უკვე წყაბზე, მაგრამ ეს წყაბი უნდა გადაიტანოთ რაში, რომ დავასრულე მორჩა, არ ვნერვიულობ, არ ვფიქრობ, არ, ნუ თქვათ, всё, მორჩა.
და აი უბრალოდ მარტო თქვათ ეხლა გაქვთ ეს კარგი გრძნობა და მორჩა იმ გრძნობით უნდა იყოთ. ნუ ჯერ ეს ეს ყველა ვარიანტში კარგი გინათ ადამიანი არ გინათ ადამიანი ეს ამ ადამიანს ახლა რა თქმა უნდა ბევრი რამე რაღაცა აქ ბევრი რაღაცა მაინც შეცვალა თქვენ ცხოვრებაში ამ ადამიანმა ყველა ვარიანტში, ხო? და ეს პერიოდიც რო ადამიანი წავედა თქვენი ცხოვრებიდან, თქვენ სხვათა შორის აი აქ იმის მიუხედავად რო გული გეტკინათ რა, მაინც რაღაცა გაქვთ აი წინსულში ცვლილება შეიცვალეთ მაინც რა. და აი ეს თბილი ენერგიები უნდა გქონდეს, სიყვარულის ენერგიები, იმიტომ რომ ეს არის კარმული სიტუაცია, რომელიც უნდა დასრულდეს ძალიან კარგად. უნდა დასრულდეს, აქ ბიჭმა უნდა იმოქმედოს ყველა ვარიანტში გამოყავ თქვენ მაღალ ძალებს, მაგრამ აი თქვენი ნახეთ გვერდხების დედოფალი, გვერდხების მეფე და მოდის იმპერატრიცა და პენტაკლების მეფე რა გავხნა. და გოგოებო შეიძლება თქვენ გაიჭედებით ორი კაცის შუა. ჰაჰაჰა. საინტერესოა. очень საინტერესო, მაგრამ იცით რა არის? შეიძლება ეს თქვენთვის არის даже პრინციპში. იცით რა არის? თქვენ აქ რაღაცა თქვენ ძალას გაიგებთ. აქ წავა ეს სირთულეები, იცით რა? აქ თქვენ მოგეცემათ საშუალება გოგოებო, ჩემო ლამაზებო. საერთოდ ძალიან მაგარი რაღაც პერსპექტივა ჩანს, რომელიც თქვენ ამ ტკივილიდან მოგიყვანთ. თუ დაუშვათ ამ ადამიანმა ვერ იჩქარა, ვერ იმოქმედა და დაიგვიანა, ნებისმიერ ვარიანტში დამთავრდება თუ არა ეს სიყვარული, ეს ურთიერთობა, აქ გამოჩნდება ვიღაცა პიროვნება, რომელიც ისე მაგრად დაგაფასებს, რომ თქვენ საერთოდ დაგავიწყდებათ ფიქრი აი ამ მდგომარეობაში. ანუ თუ აქ ბიჭი ცოტა იჯიუტებს და არ გამოჩნდება, თქვენ ნამდვილად აი ნახეთ, იმის გამო რომ აი მე შინია მარტო არ დავრჩა, ხო, აქ იყო იმიტომ რომ განდეგელიც გამოვიდა, ხო? ანუ მხოლოდ იმისათვის რომ რამე სიცარიელი შეავსოთ, ხო, ამ ადამიანით, კარგად დაფიქრდეთ, ხო? არ ნერვიულობთ, იმიტომ რომ აქ დამთავრდება თქვენი ნერვიულობა ყველა ვარიანტში თქვენ თავს გამოიყვანოთ ამ მდგომარეობიდან ყველა ვარიანტში და აუცილებლად გამოჩნდება აქ პიროვნება, რომელიც თქვენ მოგცემს, ანუ იმ საშუალებას, რომ თქვენ აი გაიგოთ რა, რაღაცა თითქოს სირთულეები, რაღაცა ის ფიქრები რთული, სულ ყველაფერი წავა, იმიტომ რომ აქ ბაჟნა კოშკი არის, როცა შეიძლება გოგო მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მორჩა. გაიგეთ? და ამიტომ აქ თუ ეს თქვენი ძვირფასი რაინდი არც აი რაინდი გვერდხების თუ არ იმოქმედებს და თუ არ დროზე რამეს თქვათ, ну, თქვენ მე შემიძლია გითხრათ, რომ აი მაგას კი აქ პატარა შანსი დაბრუნების თქვენთან დეპრესიიდან გამოდის ეს ადამიანი, მაშინ თუ არ აიღო ეს გაკვეთილი ამ ადამიანმა, რაც არის, ხო? და არ გამოჩნდა და მაგისთვის თუ გაუჭირდა გამოჩენა, ხო? აქ მოდის გეუბნებით აი სხვა ადამიანი. ამიტომ, ну, ეს უკვე აი ასე შეიძლება დასრულდეს თქვენი სიჩუმე რა. ну, საჯარო გაშლა გვაქვს, ზოგისთვის ეს ადამიანი კი მოვა განახლებული ენერგიები და იმოქმედებს, როგორც გვაჩვენეს, ზოგისთვის იქნება ეს სიჩუმე იმით, რომ დამთავრდება გოგომ არანაირად გოგოებო იცოდეთ, რომ ეს სიჩუმე როცა ხდება, ეს არის აუცილებლად პირველ რიგში ჩვენი ასე საყვარელი გაკვეთილები ჩვენთვის და ამიტომ აქ ამ შემთხვევაში არის ну ყველა შემთხვევაში ბიჭმა უნდა იმოქმედეს, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. ეს არის ასეთი დაუწერელი კანონი, ამიტომ
ამიტომ მომწერეთ მე რა ვისთან როგორ მოხდება და როგორ დამთავრდება თქვენ შემთხვევაში თქვენი სიჩუმე. ახალი ადამიანი გამოჩნდა თუ ეს ადამიანი გამოჩნდება. იმიტომ რომ აქ ნუ საჯარო გაშლაში ახლა ზუსტ ნუ არის ზოგჯერ ახლა მართლა შეიძლება თქვა რომ 1,000,000%-იანი არის პასუხი, მაგრამ აი დღევანდელი გაშლაში არის როგორც სიტუაცია, ისე დამოკიდებული იქნება ნუ თქვენი მამაკაცის ქმედებაზე. ნუ აქ ჩვენ ახლა იცით რომ გვაქვს ძალიან ნუ ძალიან ორწუთიანი ძალიან მოკლე გაშლები. ხო და აი ტრანსმის ტრანსფორმაციას გავარჩევ ახლა უკვე იქ იმ არხზე, სადაც არის ჩვენი გრძელი გაშლები. всё, და გამშვიდობებით.